ბრუნდებით სტუდიაში და სტუმრად გვყავს ჩვენი უფროსი მეგობარი და ძალიან საინტერესო რესპონდენტი ბატონი დემურ გეორხელიძე. ბატონო დემურ, ქრისტე აღსდგა. Ჭეშმარიტად აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. გმადლობთ რომ დაგდეთ პატივი და მოგბრძანდით ჩვენ სტუდიაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა ჩვენთან სტუმრობისა და თქვენ მოგეხსენებათ რომ გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ განვიხილავთ ხოლმე აქტუალური ახალი ამბების პრეისკურანტს და სტუმარს ვაძლევთ არჩევანს, რომელი თემა აინტერესებს მას უფრო, რათა უფრო დეტალურად ილაპარაკოს მასზე. მას ასე, დღევანდელი ჩვენი მენიუ შედგება შემდეგი საკითხებისაგან. პირველი, საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო. მეორე, უკრაინელი პოლიტოლოგი უკრაინასა და საქართველოზე წერს, რომ ხო ხედავთ, საქართველო არისო ინსტრუმენტი დასავლეთის ხელშიო და მიიღო პირველი გაფრთხილებებიო დასავლეთისგანო. მე ბოლომდე ვერ გავიგე რა მოტივაციით წერს ეს ადამიანი ამას, მაგრამ იქნებ თქვენ გაგავარკვიოთ. ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ უკრაინაო ნატოს წევრი როგორცაც ჩანს 30 წელი ვერ გახდებაო, ეთყობა საკმარისად არ შეაკლეს უკრაინელი ხალხი ამ ქიმერას. მეოთხე ახალი ამბავი, რუსეთ-უკრაინის ომი და დასავლური პოზიციები მასთან მიმართებაში. პოლონეთმა არ უნდა გამორიცხოს უკრაინაში სამხედროების გაგზავნა, ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი იძახის და არა კონკრეტებს რას გულისხმობს ამაში. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებზე ჩვენ დიდი ხანია ვიცით, როცა ის იმუქრება, რომ ფრანგი ჯარისკაცები უშუალოდ შესაძლოა ჩაერთონ ომში. და მეხუთე არის ევროკავშირის მიერ ისრაელისათვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობა. ეს არ ახალია ევროკავშირის სხვა ქვეყნების შემთხვევაში, მაგრამ ეს დისკურსი ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამწვავდა. რა მოგწონთ ამ პრეისკურანტში, ბატონო დემურ, რიდან დავიწყოთ? რად ვართ გამოგხვეთ? მე მგონი ყველაფერი ერთად არის, თქვენ როგორც ინებებთ, მე არ ვფიქრობ, რომ დღევანდელი სიტუაციაში რაღაც პროცესი ხდება იზოლირებულად, არ ხდება. ასე მათ შორის საქართველოში რაც ხდება, აბსოლუტურად გამოძახილია გეოპოლიტიკური პროცესებისა, ამიტომ თქვენ როგორც ინებებთ, მე ვფიქრობ, რაღაც ურთიერთკავშირებს ყველგან მოვძებნით, მათ შორის საქართველოში მიმდინარე პროცესებთან, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება უდიდეს შეცდომაშია შეყვანილი თუ რა პროცესი მიდის. კეთილი და პატიოსანი, მასინ იქნებ ამითი დავიწყოთ და ჩვენ ინტერესით მოგისმენთ. მოდით პირველი რაც უნდა ვთქვათ, რაზეა დაპირისპირება. ან ეს დაპირისპირება არის წმინდა ქართული შიგა პოლიტიკური პროცესი, თუ რაღაც სხვა მიზეზები არსებობს. ხედი, ეს არ არის შიგა პროცესი, ეს არა მარტო არ არის შიგა პროცესი, მე ვეცდები რაღაც დონეზე რისი თქმაც შეიძლება, ეს საერთოდ არ არის შიგა პროცესი და კარგად ორგანიზებული, შესანიშნავად დაფინანსებული პროცესია, რომელსაც თავისი მიზნები აქვს. ეს არის გეოპოლიტიკური დაპირისპირების შენიღბა, გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში კი საქართველოზე და სამხრეთ კავკასიაზე გავლენებისთვის ბრძოლა არის. ღია ტექსტია, რომელიც დაიბეჭდა ევროპის მთავარ გაზეთებში, შეერთებულ შტატებში, არაერთმა ცნობილმა ამერიკელმა, მათ შორის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულებმა, ძალიან ძლიერმა ანალიტიკოსებმა პირდაპირ შეაფასეს და სახელი დაარქვეს რა ხდება თბილისში. ეს არის დასავლეთის მცდელობა შეინარჩუნოს გავლენა საქართველოზე თავისი პროქსი ჯგუფების მეშვეობით და ეს არის რუსეთის ხისტი პოზიცია, რომ არ დაუშვას დასავლეთის გავლენა
ამ რეგიონში, იმიტომ რომ რუსებისთვის, როგორც ისინი ხედავენ, ეს არის საცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის. ესენი, რა მოგწონს ჩვენ აქ და რა არ მოგწონს, ეს არის მეასეხარისხოვანი და აგრეთვე ეს პროცესი როგორ არის ტრანსფორმირებული ქართულ რეალობაში და რითია შენიღბული. ავიღოთ თუ გნებავთ ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი თავარი თანამდებობის პირის პრეზიდენტის ლექსიკა. ჩვენ არ გინდა რუსეთის მონობა, ანუ არ შევიდეთ რუსეთში და შევიდეთ და ევროკავშირის მომავალი. ეს ერთობის გარეშე. ხო, ეს ძალიან საინტერესოა. ხო, ეხლა თუ ჩვენ ოდნავ მაინც სერიოზული ადამიანები ვართ, ეს ქვეყანა რაღაც გვიყირს, პრეზიდენტი გვყავს, რომელსაც უნდა მოусმინო, ხო სწორია? კი, მაგრამ რომელ რუსეთში შესვლაზეა საუბარი? სად დგას ეს საკითხი, რომ ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფო რუსეთში უნდა შევიდეს, ან როდის იყო რუსეთის მონა, ან სპარსეთის მონა, არ ირანის მონა, საქართველოს კოლონია არასდროს არ ყოფილა. ესეც არ ვიცით, ხო, ჩვენ ძალიან კარგად. არავითარი კოლონია, განსხვავებით ინდოეთისა და ასე შემდეგ, საქართველოს არ ყოფილა. საქართველოს არ ყოფილა რუსეთის მონა, იყო იმ იმპერიის და მთელი ევროპა იყო 6 კონტინენტალური იმპერიის შემადგენლობაში, არავინ გამონაკლისი არ ყოფილა, არავის კაი მეზობლები არ ყოლია, ისევე როგორც ჩვენს განსაკუთრებით ევროპაში, ამიტომ ეს ყველაფერი მითოლოგიური აზროვნება არის სრული აბსურდი. ესე იგი, პირველი ტყუილი ის არის, რომ ქართული სახელმწიფოს რუსეთში შესვლის საკითხი არ დგას, რუსეთის მხრიდან რაიმე მცდელობა ამისა არ დგას, რა შეიძლება დადგეს რუსეთის მხრიდან საქართველოსზე რეაგირების და აუცილებლად რეაგირების, რაც დადგა 1921 წელს. სწორია, ქართული ხელისუფლება ისე შევიდა big game-ში, დიდ თამაში ბრიტანეთის იმპერიასა და რუსეთის იმპერიას შორის რა მნიშვნელობა ჰქონდა რევოლუციური რუსეთი იქნება თუ პუტინის რუსეთი იქნება ეს იდეოლოგიური ტერმინოლოგია თუ ვინმე ჩებოტარიოვის რუსეთი იქნება მნიშვნელობა რა არის გეოპოლიტიკა რუსეთისა გეოპოლიტიკა მისი წარმოდგენები უსაფრთხოებაზე მისი წარმოდგენებია ამიტომ ჩვენ ვართ უზარმაზარ ტყუილში საფრთხეს თუ შევქმნით ჩვენ უნდა ველოდოთ და ჩვენ ქმნით საფრთხეებს უსაშველოდ დიდ საფრთხეებს ქმნით იმ ორიენტაციებით რომელსაც ვირჩევთ რომლის აუცილებლობა არ არის იმიტომ რომ შენ ხარ დამოუკიდებელი სახელმწიფო და შენ არ უნდა ითამაშო თამაში ნულოვანი ჯამით დიდი ქვეყნების დაპირისპირებაში არ უნდა იყო მხარე. ესე იგი, პირველი ტყუილი ის არის ტოტალური ტყუილი და შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდები მიტინგებზე, რომელთა დიდი უმრავლესობა არის უბრალოდ ახალგაზრდა, რომელმაც ინერციითა თუ რაც დააჯერეს იმის გამო მან არ იცის პოლიტიკა, მან არ შეიძლება იცოდეს კულისები, არსად არ იცის არც ერთ ქვეყანას. მან გირჩის ერთ-ერთი ის რო არის იაკო ხვიჩი ამ თქვა რომ ჩვენ რო გავდივართ აქციაზე გვაგინებენო ეს ახალგაზრდები. ანუ უნდა შეურიგდეთო ამათ. ცუდად აგინებენ, ესე იგი ცოტას აგინებენ, ხო. მეორე დიდი ტყუილი თითქოს დღეს დგას საქართველოს ევროპაში გაწევრიანების საკითხი და ვიღაც ბოროტი ქართველები, პუტინისტები, პრორუსები და ასე შემდეგ ვარს ამბობენ აქ შესვლაზე და ამის გამო ჩერდება პროცესი. ტოტალური ტყუილი, იმიტომ რომ არანაირი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არ დგას დღეს, არ დადგება ხვალ, როდის დადგება არავინ არ იცის, ამიტომ დღეს საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვინდა ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამ სახელმწიფოს მეზობელია რუსეთი, ჩვენ ვერ ვიგიქნებია ფუფუნება, ვიყოთ ვიღაცის მეგობარი, ვიყოთ რუსეთის მტერი, ან ვიყოთ რუსეთის მეგობარი და ვიყოთ ევროპის ან ამერიკის მტერი. ეს იდიოტიზმის ტოლფასი პოლიტიკა. ესე იგი, ორ დიდ ტყუილზე აგებული პროტესტი, ხო სწორია? მე თუ
რაიმე დამეჯერება და არადა მე ყველა უბედურება ვნახე პოლიტიკაში და ყველა კუთხე კუჭული ვიცი ყველაზე რთულ მდგომარეობაში ქვეყნისა თავად ვიყავი მონაწილე ამ კუნჭულების ცოდნის გამო წამოვედი პარლამენტში თორე ეხლა მეც იქ დავრჩებოდი დღესაც იქ ვიქნებოდი და ვიხვიხვინებდი ისევე როგორც ხვიხვინებენ ჩემი თავის დროზე კოლეგები და მე შემატებული ახალი კოლეგები ესე იგი ეს ორი დიდი ტყუილი რომელსაც თავს აძლევს პოლიტიკოსი პრეზიდენტი ყველა ვარიანტში არის პოლიტიკური თანამდებობა და ის ტყუილზე აგებს თავის პოლიტიკას მიზანი ცალკე თემაა მეორე არა რუსულ კანონს ისტორია კარგად არ მესმის რუსული რატოა როცა სიაბანდიძე სიაბანდი კანონია უსაშველოდ ესე მეორე ეს კანონი გამოყენებულია პროპაგანდისთვის აი მითხარით აი შოთა შენ რაში გეხება ეს კანონი მე რაში მეხება ბატონი ლევანი არის რაში გვეხება და საერთოდ გამოიყენებენ თუ არა რა უნდა გამოიყენონ წერია ერთი რაღაცა ესე იგი დეკლარაცია მეტი არაფერი ხო არც რუსულია არც ამერიკულია რაცია ფანტობისთვისაც შემოაგდეს მიზან მიმართულად ხელისუფლებამ რომ და თქვა კიდევაც ბატონო ბიზინა ივანიშვილი რომ მემართად ხელისუფლება მართავს ამ პროცესებს შესანიშნავად დაფინანსებულია ყველაფერი მათ შორის ოპოზიცია კიდე გეუბნებით მე არა ვარ ლიტერატორი მე არა ვარ პოეტი მე არა ვარ რომელიღაცა რაღაცის წარმომადგენელი მე ვარ იმ თაობის კაცი რომელსაც არის კადრება ზღაპრებზე საუბარი მე ყველანაირ დაპირისპირებაზე მივდივარ არ ვერიდები ჩემს მიმართ რეაქციას იმიტომ რომ მე ძვირად მიღებს ეს ქვეყანა მე მინდა ეს ქვეყანა აქ ფანტასტიკური რაღაცეები გვაქვს ფანტასტიკური კულტურა ხალხია მართალია დაჩაგრული მოტყუებული ნაწილი სეთურის ბრბოდ ქცეული მაგრამ ეს ჩვენი ხალხია გამიგეთ ის ახალგაზრდები დღეს რომ აპროტესტებენ ჩვენი ახალგაზრდებია ხვალინდელი დღეა ჩვენ წავალთ ისინი მოვლენ ჩვენ გვინდა რომ ამ ქვეყანაში ის გაგრძელდეს რაც იყო მისი კულტურა ენა გაგრძელდეს მენტალობა ხალხისა ინტელექტი გაიზარდოს განათლება იყოს მეცნიერება იყოს ტყუილი ყველა ესე იგი ახალგაზრდები აპროტესტებენ იმას რაც მას საერთოდ არ ეხებათ რა შუაშია ეს კანონი და ახალგაზრდები მაგრამ ეს არის ის დამპალი იდეოლოგიის გავლენა როცა შეცდომაში შეგიძლია მე შესანიშნავად ვიცი ყველა მიტინგი როგორ იგეგმება მე ძალიან კარგად ვიცი თუ როგორ ხდება ორგანიზება პროტესტებისა თუ როგორ უნდა დაიგეგმოს და როგორ იგეგმება მედიაში რა უნდა გავრცელდეს და სად როგორი უნდა იყოს ესე იგი აქცენტები მე ძალიან კარგად ვიცი რა ფული გამოიყოფა რა არის დასამალი კაცო მე სპეცსამსახური მაქვს თუ რა არის მე ვიცი რომ აქტივისტის სტუდენტებს 500 დოლარს უხდიან რამდენიმე დღეში აქტივისტებს დანარჩენი ისინი აკეთებენ ეს ჩვეულებრივი ამბავია ხო სწორედ აქ არ არის მარტო ყოველთვის ასე ესე იგი ჩვენ გვაქვს ორგანიზებულ სპექტაკლთან საუბარი სადაც არავითარი რუსულ ორიენტაციაზე არ არის საუბარი ეს არის ლოგიკური შედეგი რაც იქნება რაც პირობა აქვს დადებული ოცნებას რაღაცით უნდა შეალამაზოს ეს ყველაფერი ქართული საზოგადოების თვალში და ჩვენ ოქტომბერში მივიღებთ პარლამენტს სადაც ძალიან ცდილობს მთლად უფროსი რომ გაზარდოს ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წილი ხაც გეუბნებით პირდაპირ გეუბნებით ცდილობს გაზარდოს არ მინდა ხა დავასახელო გასაგებია საპირწონეები რო იყოს კოალიციური მთავრობისგან უფრო დიდ პროცენტიანი დღევანდელი ოპოზიციის იმიტომ რომ დღევანდელი ოპოზიცია არის ქართული დღევანდელი ხელისუფლების სულის ჩამდგმელი და მასაზრდოებელი და ჩვენი ხალხი არის ძალიან სერიოზული. რატომ მოხდა ასე? იმიტომ მოხდა რომ ბალანსების სისტემა დაირღვა საქართველოში. პოლიტიკურ ძალებს შორის გაწონასწორება შეკავების მექანიზმი არ არის.
არ არის სხვადასხვა მსოფლმხედველობაზე, მაგრამ ერთი მიზანი რა არის? ქართული სახელმწიფო არის ხელუხლებელი. ქართული კულტურა არის ხელუხლებელი ენა, მისი ხალხი, მორჩა მიმართულებები, როგორ გავანებითაროთ, თქვენ შეიძლება ლიბერალი ხართ და ასე ამბობთ, მე კონსერვატორი ვარ და ასე ვამბობ, ვიღაც სოციალ-დემოკრატია თუ ლეიბორისტი ასე ამბობს, კი ბატონო, მაგიდა არსებობს ამისთვის, გავეჯიბროთ ერთმანეთს, მოდი შევთანხმდეთ და მივხედოთ ამ ქვეყანას არ არის ეს მიზანი, იმიტომ რომ გარე გავლენები, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში პროქსი პარტიები, პროქსი სამთავრობო ორგანიზები, პროქსი ხელისუფლება, პროქსი ინტელექტუალური ელიტა, ნახე რას გვანან რეჟისორები, ვიღაცები, შენი კოლეგები, ხო, სამარცხვინოა, ხო, როგორ შეიძლება ბიჭო, კინორეჟისორი თუ ხარ, მიხედე შენ საქმეს თან, ჩემი ბავშვობიდან რაც მახსოვ ხარ, ერთ-ერთი ყველაზე ამაზრძენი ქალი ბატონი, ესე იგი, რატო უნდა აკეთო ასეთი რამეები და სხვები კიდე და რეჟისორები გაჩნდნენ თეატრებში, ახლა ესე იგი არარუსულკან, რატო იგდებთ მაცხრად თავს ვერ გავიგე. მართლა ასეთი ბოდიში არ მინდა ახლა მამა პაპურის სიტყვა გამოვიყენო. მართლა ასეთები ხართ თუ მართლა იდეოლოგიის გამო, მაშინ ინტელექტის პრობლემა გაქვთ. ძალიან სერიოზული პრობლემა გაქვთ ინტელექტისა. აი ასეა. ეს არის ბატონო ლევან და ბატონო შოთა ანიდა ხოე დღევანდელობისა. სხვა პროცესი მიდის შენარჩუნება იმის მცდელობისა, რომელიც დალაგებულ ახალ გეოპოლიტიკას ეწინააღმდეგება. შენ სახელმწიფოს არავინ არ ერჩის. მანამ სანამ შენ არ ერჩის სხვას. ხო სწორია? სანამ შენ არ მოძრაობ იმ გეოპოლიტიკური რეალობის საწინააღმდეგოდ, რაც ჩამოყალიბდა. ჩვენი საქმე არ არის რუსეთ-დასავლეთის ბრძოლა. ჩვენი საქმეა არ გქონდეს ჩვენ მათთან დაპირისპირება და ჩვენი რესურსი უზარმაზარია. პატარა შეუმდგარი ქართული სახელმწიფო რაღაც სიაბანდი კანონი მიიღო და ააყეფა მსოფლიოს უძლიერესი ქვეყანა, ააყეფა ევროპა, მართალია პოლიტიკურად მარიონეტი და არარაობა. ვინ? პატარა საქართველო. თუ საქართველოს ავიღებთ ერთ მხარეს და ავიღებთ ამ კანონთან რეაქციას დასავლეთისა, დასავლეთი სერიოზულად დამარცხებულია. სერიოზულად დამარცხებულია, კიდე გეუბნებით, ეს მიანიშნებს ქართველებს, რომ იწამეთ საკუთარი ძალა. პატარა ქვეყანა არ ნიშნავს ბაბაიას ძახებას, წაღმა და უკუღმა. ბაბაიას უძახიან გლახები. გამიგეთ რა? პოლიტიკაში ლავირებენ აფერისტები. გამიგეთ რა? და უტვინოები. ლავირება კი არ უნდა პოლიტიკაში, პოლიტიკაში უნდა მყარი, გამოკვეთილი, საღი, პრაგმატული პოლიტიკის გატარება. ესე იგი, ყველაფერი გვაქვს ტყუილში ჩაფლული და არავინ არ საუბრობს რა გეოპოლიტიკური რეალობა დადგა. ჩვენი ბრალია უკრაინაში თუ შეერთებულმა შტატებმა სერიოზული მარცხი განიცადა. მე დავაშავე, ან მე როცა დავწერე 2022 წლის 24 თებერვალს, რომ აქედან რუსები უფრო ძლიერი გამოვა, იმიტომ რომ მე პროფესიულ დონეზე ვიცი რუსეთის ეკონომიკა, ვიცი მათი პოტენციალი, ვიცი მათი ხალხი ძალიან ხმად და კარგად ვიცი, ვერაფრით ვერ მოუგებ მას ასეთ ომს, რომელიც მას ეხება. ის რომ სხვაგან წავა ავღანეთში რო წავიდა უაზროდ ვერაფერი დამარცხდა და ყველგან დამარცხდება, ყველგან დამარცხდება და იმიტომ მარცხდება დასავლეთი, რომ ის არათავის ომს აწარმოებს, ის აწარმოებს ომს სხვის წინააღმდეგ. ჩემი ბრალია უკრაინაში ტრაგედია უკრაინელი ხალხისა, რომელიც სწორედ იდეოლოგია მიიყვანა იქამდე, ვისთვის მიზანი რა იყო? რუსეთის განადგურება. დღის წესრიგიდან მოიხსნა რუსეთის განადგურება, არა? კი. პრინციპში კი, იმიტომ რომ ეუბნებიან, რომ არ გამოიყენოთ ესე ხო, აი მეორე. ეხლა მე გეუბნებით,
რუსი კაია გლახა ამაზე ვიმსჯელოთ თქვენ არა ეს არის გეგმა ეს არის ამოცანა შენ გავლენებიდან არ გიშვებენ ერთადერთი მიზნით ეს არის ფანტასტიკურად საშიში ტერიტორია რუსეთისათვის აუცილებლად საშიში აგერ კავკასია აგერ ვოლგისპირეთია თელი ბომბების აფეთქება შეიძლება ხო ჩვენ რა გავაკეთოთ ახლა ორი გზა არის მე ორივეს უყურებ ისე როგორც რეალობას თუ ღია ტექსტით იქნება ნათქვამი რომ ქართველები ჩვენ ვირჩევთ დასავლეთის მხარეს ვიომოთ იმ საქმეში რაც არის მათი მიზანი ანუ რუსეთის განადგურება და თუ ეს ხალხის არჩევანი იქნება რა შედეგი დაგვიდგება ის შედეგი დაგვიდგება მაგრამ ხალხის არჩევანს არავინ არ დაუდგება წინ ხო მაშინ ხელისუფლება უნდა აიღოს იარაღი და შეასრულოს ის რასაც ავალებენ кайხანია ხო სწორია მეორე გზა თვითონ მოყვნენ ახლა თვითონ არ მოყვნენ რა თუნდა კაცო თემი დასავლეთი წერს ერთ რამეს ყველაფერს ვადევნებ თავს ამერიკულ ყველა წამყვან გამოცემას ვადევნებ ყველა გონებრივი ცენტრის პუბლიკაციაში ასევე ევროპაში ყველა წერს დასავლეთი თბილისში ამზადებს ახალ ფერად რევოლუციას თავისი გავლენების შესანარჩუნებლად ჩვენ რას ვაპროტესტებთ არა რუსულ კანონს მაგარ შარში ვარ დახვეული როგორც იტყვიან ძალიან ისე იმერულად ვიტყვი ტყემალზე ზის და ბლისკურკებს ესე იგი გამიგეთ რა ყველა წერს ამას დასავლეთ ევროპის პრესა წერს ამას თავი რა გავანებოთ აღმოსავლეთ ევროპის პრესას რა გავაკეთოთ მეორე გზა ჩვენი პოზიცია რატომა ქართული სახელმწიფოს პოზიცია ძლიერი იცით სამხრეთ კავკასია არის მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში მოქცეული აქ ყველა ინტერესი იყრის თავ ჩინეთის ინტერესი ნახეთ ბოლო 2-3 წელია რამხელაძე გაიზარდა ძალიან მაგრამ ჩინეთი სხვა ტონალობაში მუშაობს აქ ამ შემთხვევაში კავკასიაში დაპირისპირება არის შეერთებული შტატები რუსეთი ევროპა კიდე გეუბნებით ევროპა არაფერს არ წარმოადგენს ის არის მარიონეტული არის შეერთებული შტატების ერთადერთი დასავლეთი რომელსაც მოიაზრება როგორც ეს არის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ უსაშვილო ბრიტანეთს თუ არჩევთ ბრიტანეთი მაინც თავის თამაშს ბრიტანეთი ეს არის პოლიტიკური პროფესიონალიზმი რომლის დონესაც ამერიკელებიც ვერ შეწყვდნენ სხვათა შორის ბრიტანულის დაზვერვა ძალიან ინტენსიურად მუშაობს საქართველოში ძალიან ინტენსიურად кайხანია უკვე ამიტომ არ გავაგრძელებ ამ თემას დანარჩენი თქვენ თვითონ იფიქრეთ ესე იგი რა გამოგდის ცხოვრობ ტყუილში ცხოვრობთ არასწორი ინფორმაციის ფარგლებში, იმიტომ რომ არ მოიძებნა პოლიტიკური ბალანსი ამ ორ ძალას შორის, რომლებიც სინამდვილეში ერთი ძალაა, არავითარი სხვაობა ოცნებასა და დღევანდელ ნაციონალურ თუ გუშინდელ ნაციონალურ შორის არ არის. შესანიშნავად იდეოლოგიურად ყველანი არის აბსოლუტური კონტროლის ქვეშ, ყველანი ელოდებიან კოალიციურ მთავრობას, ჩვენ მივიღებთ კოალიციურ მთავრობას, დანარჩენი რაც იქნება, თქვენ კარგად ნახავთ. ბატონო დემურ, ერთი რაღაცა მინდა აი ამ თემაზე კითხოთ. ეს ამბავი, რომ მაჟორიტარული არჩევნები, ესე იგი, გამოირიცხა და იგივე პირველი პირის, ანუ პრეზიდენტის არჩევა ხდება, ასევე პირდაპირ არჩევა აღარ არის. ამან ხო არ გამოიწვია რომ დაჭირდათ ესე იგი გამოცოცხლება როგორმე ნაციონალური მოძრაობის და ის ხო ნუ ეს რო გამოსაცოცხლებლად არის თქვენ თვითონ თქვით ნახეთ აი ძალიან კაი რამე არის ხო ნახეთ დააკვირდით ამ ქვეყნის ავანჩავანის არაფორმალური კაცის რომელსაც არანაირი თანამდებობა არ უკავია და როგორც საკუთარ დუქანს ისე მართავს ქვეყანას შუა უნდა გაიკრიფოს ხო გაუქმა პარტიები ხო ასე ესე იგი მე ვარ და ესენი არიან სხვა არავის სინამდვილეში ერთია გაყოფილია იმიტომ რომ იმას მეტი ძალა არ აქვს
თან იკვებება ძალიან სოლიდურად, კიდე გეუბნებით. ძალიან სოლიდურად და მსუყეთ, გახსოვთ ხო, ჩხიკვაძე შესანიშნავად. მე იქვე ვცხოვრობ და ხედავ ლობიანებზე იმებს მაგრად გავძეხი ხო? დაახლოებით ეს არის, ამიტომ ბიძინას პრობლემა ის იყო და ამიტომ გაკრიფა თავისი ჭკუით და ეს არის არა ბიძინას ბრალი, არამედ ეს არის ყველა იმ სხვა პარტიის და ყველა იმ სხვა ადამიანის ბრალი, რომელსაც უნდა პოლიტიკა და მიდის და ნებართვას იღებს მისგან იქნება თუ თქვენთან მიქნები და არ იქნება თქვენი ჭირიმე იქნებ დამიშვათ იქნებ გამიშვათ იქნებ ცოტა მომეხმაროთ ხო ანუ ხარ ლობიო ჩამოყალიბებული არარაობა იმიტომ რომ პოლიტიკაში ან ხარ სუბიექტი ან არავინ არა. აქ ერთი რამე ლევან ამ აქედან გამომდინარე ხო არ არის რომ თქვათ იგივე შენი შემოსვლა პოლიტიკაში დამთავრდა იგივე შენი რაღაც ავადობით ხო? რომ არ უნდა გაჩნდეს რაღაცა ძალა რომელიც არ არის კონტროლის. ეს არის ამ სისტემის უძარმაზარი საფრთხე. ხო, კონტროლის ქვეშ. ხო, იცი რა, ძერში არაფერი არ დამთავრებულა, მაგრამ შედეგი ეგ გამოიღო და ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მატრიცას მე გულისხმობ გლობალისტურ ლიბერალს, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო პიქს მიაღწია და ჩემის რწმენით ახლა ვარდნის პროცესია უკვე, ხო? მას უბრალოდ არასდროს არ უნდოდა არავის შეშვება შიგნით, ვისაც გააჩნდა დამოუკიდებელი პოზიციები. მაშინ ვინმე მკითხავს კი, მაგრამ ესეთი სუვერენისტი და ესა გმირი ბიძინა ივანიშვილი რატო შეუშვა, ხო? მაგრამ ну ჯერ ერთი მე ყოველთვის ვცდილობ კორექტული ვიყო ბიძინას მიმართ და რაღაც პირადში არ გადავიდე, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ მისი შემოშვების საწინდარი და წინაპირობა, ვთქვათ, ჩემნაირი ფიგურებისგან განსხვავებით იყო ის, რომ მას ფულის და კაპიტალის დიდი ნაწილი მათ მძევლად ედო, დასავლეთში ედო. და პირველი 12 წელი იყო ცოტა არ არის კაცო სტალინს მეტი არც ქონია დიდ სამამულო ომს თუ გამოვაკლოთ, ხო? საბჭოთა კავშირის მართვისა შეგვიძლია ვიკავათოთ რომელ წელს ეხლა სტალინს კი არ ვაძარებ ბიძინას, მაგრამ უბრალოდ თარიღებს თქვა თუ 39 წელს ან 40 წელს ჩაიბარა და 53 წელს გარდაიცვალა სტალინი, ხო? 4 წელი გამოვაკელით შიგნით დიდი სამამულო ომის და რამდენი წელი ქონდა მას შვიდობიანი ქვეყნის მართვის, სხვა ქვეყნის სხვა პირობებში. აბიტო 12 წელი არაფრით არ არის, აგერ მე-13 თავდება მოკლე პერიოდი და მთელი ეს წლები, მთელი ეპოქა ეს იყო ულტრალიბერალური მმართველობა ბიძინას მხრიდან. აღარ ჩამოვთვლი ახლა ამ გაუთავებელ მავნებლობას მისი ლიბერალური პოლიტიკისა. და აი ახლა მისი წინასაარჩევნოდ გაეროვნულება და გააკონსერვატორება, რომლის სიძველისაც რა თქმა უნდა მე ერთ თვითაც არ მჯერა და ძალიან გამიხარდება თუ როდისმე გადავწმუნდები ამაში, ხო? ჩემი აზრით იყო იძულებითი ზომა, იმიტომ რომ მას მატრიცამ ისეთი რაღაცა უბრძანა, აი ამ თავის კონტროლის მექანიზმები. რომელი ბრძანების შესრულების შემთხვევაში ბიძინა პრაქტიკულად ჯვარი წერია თვითმკვლელობას ჩაიდენდა. მაგალითად მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ. და ის დარწმუნებული ვარ, რომ მატრიცას ეუბნებოდა, რომ კი, მაგრამ მაშინ მე ხომ მომკლავენ, როგორც მინიმუმ პოლიტიკურად და ჯვარი, იმიტომ რომ რუსეთის არმია შემოგრიხინდება აქ ტანკებით და თქვენი პამპერსები და წყალი არც არ გვიშველის და მატრიცა ეუბნებოდა მოკვდი გმირულათო. მოკვდი გმირულათო. მოკვდი დიადი მიზნებისთვის, ასე რომ აბა ბედნიერი მმართველი, მე ხო მატრიცა და მას მოუწია
აი ამ პლანზე, რომელზეც ჩვენ დაგწინოდნენ და მარგინალებს გვეძახდნენ და ყველაფერი იმისთვის პრაქტიკულად რისთვისაც სისხლი გაგვიშრეს და კიბო დაგმართეს, ხო? ჩვენ ყველას კრეფსითად ვიძახით, ჯვარიცარი ყველას. ეხლა უბრალოდ აიღეს ეს დღის წესრიგი და თქვენს კაცო ჩვენ ამას გულისხმობთ. ღირსება, იდენტობა, საოჯახო ღირებულებები, არანარკოტიკებს, კაზინოები ჯერ არ ვთქვათ, მაგრამ ეთქვა მაგასაც იზავენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო გამოუვალობის გამო. ეხლა ეს არ ესმის შეიძლება ვთქვათ, არავის წენინება არ მინდა, მაგრამ ვიღაცა ოცნების ლიდერებს და აი ამ რაღაც მოლაპარაკეთ თაობს რა. ნუ რაც ubრძანეს ეხლა ხვალე რომ ბიზნესამოთმას დამთავრდა ეს ამბავი და დაუბრუნდით ევროპაშიო და ვაშა ანტიდისკრიმინაციულ კანონსო როგორ გონიათ ეხლა ერთი წუთით რა პასუხს გაცემს ესა რა ქვია მთელი ქართული ოცნება არის უფროსო და ესა რა ქვია დაგვიზუსტათ ინსტრუქციები და ამღერდებიან ჩვენს ევროპულ მომავალზე ხო ეგრე ხო და ამ პასაზრისით როდესაც ისმის კითხვა კი მაგრამ რატომ მაშინ ისინი რატო იძახიან რომ ჩვენი მომავალი მაინც ლიბერალურ ევროპაშია ნუ აი ეგ ცალკე სასაუბრო თემაა და შეგვიძლია დავიწყოთ იმით რომ ბატონ დემურს კითხოთ რას ფიქრობთ ისა რატო ისევ ღირსებით ევროპისკენ თუ რა მოდი დავიწყოთ იმით რომ ბატონმა ლევანმა აბსოლუტურად ზუსტად ფაქტობრივად მე ცოტა სხვა სიტყვებით ვთქვით აი მადლობა ბიძინას მადლობა ოცნებას რომ ომში არ შეგვიყვანა მშვიდობა მოვიტანა ხო ეს არის საცოდავი ხალხის აზრი იმიტომ რომ მე მაშინ საშინელი რეაქცია მქონდა საკმარისი იყო საქართველოს გაიხსნა მეორე ფრონტი და პირველი ვინც განადგურდებოდა იყო საქართველოს ხელისუფლება და მათ შორის ბიძინაც რომელიც ასე განადგურდები ისე განადგურდები რა მნიშვნელობა ეხლა ამაზე ეს ვერ მოხდება ყველას დაუპირისპირდები საქართველოში ნატო ვერ შემოვა ამ ქვეყნის დაქცევის ხარჯზე დაიქცევა და მაინც ვერ შემოვა საქართველოს ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში იმიტომ კი არა რომ ცუდია და კაია იმიტომ რომ გეოპოლიტიკური შეზღუდვებია დანარჩენი არის პროფესიული თემებზე სასაუბრო რატომ ვერ იმიტომ რომ უსაფრთხოება არის და გეოპოლიტიკური გეოეკონომიკური ინტერესები რომელსაც საშინლად ეწინააღმდეგება შეერთებული შტატები ჩრდილოეთი სამხრეთის ტვირთბრუნვა ნაკადები რომელიც აღმოსავლეთ დასავლეთზე იქნება დამაკავშირებელი სხვა ლოგისტიკა სხვა კონტროლის მექანიზმები ყველაფერი დაულაგებელია და ჩვენ ლაპარაკობთ ღირსებით ევროპაში რომელსაც დღეგრძელობა ვერაფრით ვერ ექნება შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო შეერთებული შტატების პოლიტიკა პროფესიულ დონეზე ვინც იცის მან შესანიშნავად იცის რაელის ევროპას ამას წერენ შესანიშნავი გამოცემები ამერიკა ხო მართლა უდლიერესი ქვეყანაა მიუხედავად იმისა რომ ნეოლიბერალური მარაზმი იმდენად მომძლავრად და ეს უდლიერესი ქვეყანა დააზიანა მას რჩება სუპერმეცნიერები მას რჩება ანალიტიკოსები მას რჩება ის ადამიანები რომელიც კლასიკური ამერიკული ეპოქიდანაა იარაღები რო აქვს სახში და იბრძოლებენ თავისი იდეისთვის მე ძალიან კარგად ვიცი ამერიკული შიგა სამზარეულო როგორი იბრძოლებენ ისინი უბრალოდ კი არა ესე იგი რა გამოდის პირველი მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოება აიძულა საქართველოს იმიტომ კიდე გეუბნებით პირველი ვინც განადგურდებოდა იქნებოდა ოცნება და მთლიანად ხელისუფლება ამ შემთხვევაში ბატონო დემურ ჩვენი ინტერესები ხო არ იკვეთება ну ხო არ ემთხვევა უბრალოდ ვისთან თუ მათ თავის გადარჩენა უნდათ ასე ვთქვათ ახლა ნახეთ რაცია აქედან გამომდინარე მან გააკეთა და ოცნებამ გააკეთა ის რაც არის ქართული სახელმწიფოს დღეისათვის კარგი მაგას ვიზახ ну უბრალოდ კარგი ახლა ომი რა უნდა იომო კიდე გეუბნებით როდესაც ჩემმა კოლეგამ ამერიკაში კითხა ერთ-ერთ ძალიან დიდ ადგილზე ვიყავით
ძალიან ვიწროწრე იყო სულ 5-6 კაცი, რატო არ გვეხმარებიდო ეკონომიკა, ასე შემდეგ. იმას გაეღიმა და რაიმე რომ მოხდესო რუსებმა რომ საქართველოს დაიკავოს 72 საათი ჭირდებათო, ხო და ახლა იმა დაუშენოთ ქარხნები და აი კიდე გეუბნებით ღია ტექსტით, არაფერი არ არის დამალული, კიდე გეუბნებით აქ პროფესიული ემოციები ვის რა მოგწონს, ეს არის მეასეხარისხოვანი, აი რადონის უკადრისობაა, რომ მე ახლა აქ ვიჯდე და მე როგორც ერთ პიროვნებას რა მომწონს და რა არ მომწონს იმ თემაზე ვისაუბრო. ეს ხო სამარცხვინოა. ხო, მაგრამ თქვენ რომ ამბობთ მაგალითად ეს დავფიქრებულ ვარ ამაზე, თუ იქნება კოალიციური მთავრობა. კოალიციური მთავრობა იქნება, მე მაგალითად სანამ ეს მოვლენები დაიწყებოდა პირდაპირ რამდენიმე გადაცემაში დავწერე კიდეც არის ორი საუკეთესო გზა. დიახ. ამ სიტუაციაში, როდესაც პოლიტიკური სპექტრი ფაქტობრივად განადგურებულია და ჩვენ გვაქვს ერთი მედლის ორი მხარე, ოცნება და ეს ტრაგიკომიკური, აქ არის ერთი. თუ ქართველების საკმაო ნაწილი თავისი ინტელექტუალური როიტყვიან შესაძლებლობებით დაარწმუნებს ერთმანეთს, რომ ამ სიტუაციაში არჩევანი არ შეიძლება, იმიტომ რომ შენ ნებისმიერი არჩევანი განადგურებს პერსპექტივას, ყველაზე კარგია ხელისუფლებას აკიდო არალეგიტიმურობა. ლეგიტიმურობა არის ყველაზე დიდი რამ პოლიტიკაში, რაც ნიშნავს ლეგიტიმურობა არჩევნებზე, ნახეთ როგორ ამბობენ, მობძანდით ყველა და გადაგხაძეთ. 100% ამომრჩეველი თუ მივა და ამ პროცესში მიიღებს მონაწილეობას და მცირე ხმით გაიმარჯვებს ვინმე, ეს ხო უზარმაზარი ლეგიტიმაციაა ხელისუფლების. რა თქმა უნდა. ეს არის სუპერ ლეგიტიმაცია. ამიტომ არ მისვლა და ბლოკირება არის, იმიტომ რომ 20 და 30% რომ მივა ხელისუფლება იქნება არალეგიტიმური. კოჭი. ვერაფერს ვერ გააკეთებ. რატომ იყო 2020 წელს ოცნება კოჭი? კოჭი კი არა, დაღუპული იყო. 48% მაქო და არავინ არ აღიარა. ერთი თვე იყო დარჩენილი კიდე და ოცნებას უბრალოდ ვადამდელი არჩევნები უნდა დაენიშნა, იმიტომ შენ ვერაფერს ვერ გააკეთე, მე რა 48% ძიძახი, არავინ არ გწნობს. მე უნდა გწნო შენ 2%-იანმა პარტიამ უნდა გწნო, 4%-იანმა, 10%-იანმა, 20%-იანმა, გამიგეთ ხო? და აქ ეს პატარა პარტიები გამოადგათ. ესე იგი, მათ გახსნეს ეს. რაკი უკვე ჩიხი იყო და პოლიტიკა არ ეყოთ ამ მარიონეტა, ესე იგი ოპოზიციონერებს ადგენ და მიშელი ჩამოვიდა ოცნების მხსნელად, შერეკა ეს საწყლები, პოლიტიკური საწყლები, როგორ იდნენ, მე ლევან ესე იგი იმ მოწერას, ხელმოწერის პოზიციებს რო უყურებდი, როგორ იდგნენ, ისტუკანებივით იდგნენ და მიშელის დოკუმენტს აწერდნენ, აი ისტუკანი, ამაზე კაი სიტყვას ვერ მოძებნი. და თან რაზე მოაწერინეს პარალელურად. სიაფანტობაზე. 15 პარტიამ მოაწერა LGBT მანიფესტი. ესე იგი. რაკი ოცნებამ დაუშვა უდიდესი შეცდომები. 2016 წელს არჩევნების წინ მე მოუწოდებდი მათ, რომ ეხლა სანამ ძლიერად ხართ, გაყავით ძალაუფლება და კოალიციური მთავრობა გააკეთეთ. ჩვენ ხო გადასვლა გვჭირდება. ჩვენ გვინდა სისტემიდან ნელ-ნელა გადავიდეთ გაუმჯობესებებზე, ხო? ერთპარტიული ვირეშმაკული წყობა უნდა დასრულდეს ქვეყანაში. ამიტომ პირველი არ მისვლა ეს არის იდეალური და ბლოკირება არჩევნებისა და არალეგიტიმურობის, რომელიც გამოიწვევს იმას, რომ კიდევ რიგ გარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს. მეორე. თუ მივდივართ არჩევნებზე, ისე უნდა გაკეთდეს, რომ არავინ არ უნდა გაიმარჯვოს. მაქსიმუმ 20-25%-ის ფარგლებში არავის არ უნდა კონდეს მეტი ხმა. რატო? რანაირი კოალიციაც იქნება, ისნაირი კოალიცია დაჯდეს. თავარი ის არის, რომ თუ ამ თქვენ მომხრე ხართ კოალიციური მთავრობის. მე მომხრე ვარ მშვიდობიანი გადასვლის. რაკი დღეს სხვა შედეგი არ არის, მე გეუბნებით საუკეთესო გამოსვლას, არალეგიტიმურობის აკიდებას ხელისუფლებისთვის
რომელიც მას დაამთავრებს, ან მეორე ამ სისულელე დაპირისპირებაში რომ არიქა ეგენი თუ მობრავდნენ, დაგხრიტავენ და ესენი, ვერავის ვერ დაგხრიტავს, ვერავის ყურზე ხავსაც ვერ დააჭრის, ამიტომ ჯობია დაბალანსებული შეიქმნეს 2003 წელს დაუბრუნდეთ თქო, რა იყო 2003 წლის არჩევნები. ხელისუფლება მიიღო, მე იქ ვიყავი და ძალიან 21.4%. რაზე ჩხუბობდა სააკაშვილი? მას არ დაუწია რევოლუცია. სააკაშვილი ჩხუბობდა სწორად. დამიწერეთ პირველი, მე ვარ პირველი, სულ პატარა სიტყვა. სხობას 0.5 და შენ მოიკელი 0.5% და მომეცით თორცები 44 ადგილზე იყო საუბარი პარლამენტში. 21.4% ქონდა ხელისუფლებას, 6 პარტია იყო, კოალიციების გარეშე ვერაფერი ვერ გაკეთდებოდა და ვინც წაგებული იყო, იმან გაუკეთა ორგანიზება, ნუ გასაგებია მერე ჩაერთნა დასავლეთი. კიდე გეუბნებით, მერე ჩაერთო საქართველოს მაშინდელი პოლიტიკური სპექტრის კატასტროფული შეცდომების საფუძველზე, შემდეგ წამოწყებულ საქმეში ჩაერთო დასავლეთი. და ივანოვი. ნუ ეს ივანოვი და შეერთებული შტატების პოზიცია შეჯერებული იყო და შეთანხმებული იყო. ეს 1000%. და ეს კომპონენტი არ აქვს ახლა არ არის, იმიტომ რომ ივანოვი აღარ არის. ეხლა არის სასტიკი დაპირისპირება. ხო. მაშინ არ იდგა, იმიტომ რუსეთს გასანადგურებელი, უკვე განადგურებული ყავდათ რუსეთი 90-იან წლებში მარიონეტული ხელისუფლების დონემდე იყო, ხო, დაყვანილი და დღეს სხვა არის, დღეს დგას რეალურად განადგურების საკითხი. რუსეთის სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს, რუსი ხალხი უნდა განადგურდეს. დიახ. როდესაც კარგად გახსოვთ, ბატონ ლევან, თქვენც და აი შოთა. გახსოვთ ესენგეზე რა ამბავი იყო საქართველოში? კი, როგორ მოხს. და ესენგე ამერიკული პროექტი იყო. ეს არ იყო რუსების პროექტი. ხო. და ეს ესენგეს პროექტი მოიგო ბუში მამას ჯგუფმა, რომელმაც კენჭი უყარა საპირისპირო ჯგუფს და ის საპირისპირო ჯგუფი რუსეთის 50 ქვეყნად დაშლად მოითხოვდა. და ჩვენ ქართველებს ნახე რა იყო რა დღეში იყვნენ პარლამენტარები, არიქა რუსეთი და იგი რა არის პროფანი როცა ხარ გეოპოლიტიკაში, მე ხა მაგალითად შენ სფეროში რო შემოვიდა, ეხა დეკორაციებზე დაგიწყო, იქ მითითება და იგი მაგრა უნდა წამომარტყა. ჩემ სფეროში, მაინც ჩემი სფერო ძალიან დაცულია. ბატონო დემო და არ შემოგიშვებენ. არ პოლიტიკა უფრო ისეთია რა. ამიტომ რა მოხდა? მოხდა ის რომ დღეს სხვა რეალობა, მაშინ სხვა რეალობა იყო, არ ჩამოსულა ივანოვი ამერიკელების თანხმობის გარეშე, ყველაფერი შეჯერებული იყო. მაგრამ დღეს გაცილებით წვავეთა საკითხი. ამიტომ რაც თბილისში ხდება, ეს არის შეერთებული შტატებისა და რუსეთის დაპირისპირების, გეოპოლიტიკური დაპირისპირების გამოძახილი და გამოყენებულია ევროკავშირი, როგორც ანგლოსაქსების შესანიშნავი სამართავი მარიონეტები. კიდე გეუბნებით, ევროკავშირი როგორც პოლიტიკური ერთეული, ეს არის არარაობა, არავინ არ არის. მას შესანიშნავ манипуლირებას უკეთებენ. არ მინდა ახლა ვისაუბრო იმაზე, თუ ამერიკელი მომხილველები და ანალიტიკოსები რას წერენ ამერიკის მიზნებზე ევროპასთან მიმართებაში. ასე რომ ეს სხვა თემაა. აი, ლევან, შენ რამეს დაამატებ? იცი რა, ჩემთვის ეს თავრობაც კოალიციური. ხო. დღიდან მისი მოსვლისა. ხო. მაიცა თინა ყიდასელი არისო ეს რა ქვია, თავდაცვის მინისტრი. კი, რა თქმა უნდა, პირველი იყო სრულიად კოალიცია. ხო, ის კოალიცია. არა, ეხა ისე დაბრუნდებიან რა მაგას. რა, ეს არის მედროვეების მთავრობა, რომლების უფროსიც არის პრაგმატული. მე მას ვერასდროს ვერ შევადარებ მიშა სააკაშვილს, იმიტომ რომ მეოჯახე კაცია, სადისტი არ არის. თავისებური გაგება აქვს წესიერებისა, მისი წესიერების გაგება აგებულია რაღაც. ხო, თავისი ამბავია. ხო, პრინციპებზე, მაგრამ ამ მანიაკებს ვერ შევადარებ, მაგრამ
არც ახლა მის რაღაც პიროვნულ სხვა თვისებებზე მინდა ველაპარაკო, მაგრამ ჩემი გამოცდილება მისთან ურთიერთობისა პირველ წლებში, აი ამ 12 წლის მანძილზე, არის რომ ეს არის აბსოლუტურად სტერილური იდეოლოგიის მიმართ. თუ მას რაიმე სახის იდეოლოგია აქვს, ის ლიბერალურს უფრო გავს, ვიდრე ეროვნულს, ხო? და აი ეს კაცი ახლა დროთა ვითარება მაიძულა დაეხურა ეროვნული ქუდი. და მედროვეების კოჰორტა, აი რა ერთსულოვნებითაც უმღეროდა იმას, რა ქვია, ანტიდისკრიმინაციულ კანონს და ნარკოლიბერალიზაციას. ზუსტად იმ ერთსულოვნებით ახლა მღერის აბსოლუტურად აბსურდულ სიმღერას. მოусმინოთ ამ სიმღერის სიტყვებს. ჩოხებში ერთობით, ღირსებით, ჩიგ ლიბერალურ ევროპაში. ჩიგ ევროპა. ამაზე არაზმი არ არსებობს. ეს არის სუფთა სიშტერე, მოდი სხვანაირად არ შევაფასოთ ეს. მე რა უნდა დავამატო ამას? ამაზე კაი რა უნდა დავინახოთ ჩვენი თვალით, ხო? ვისაც თვალები აქვს, დაინახოს და ვისაც ყურები აქვს, გაიგოს. აი ერთი ნიუანსია, ბატონო ლევან, ნახეთ, ეს ხალხი პოლიტიკოსები არ არიან. მენტალურად მათ არანაირი შეხება არ აქვს, ესენი არიან შემთხვევით მოხვედრილი ბელადის მატარებელში, გამიგეთ რა? და მე ესე იგი იმ მახინჯი სელექციის შედეგად და ამდენად რაკი არიციან რაზეა? რაკნა საერთოდ. მათ არიციან იქ როგორია ესე იგი რეგისტრები, ტონალობები, ესენი პოლიტიკაში ურთულეს. საერთოდ პოლიტიკა არის ადამიანური საქმიანობის ყველაზე საშინლად რთული საქმე, სხვა მენტალობა, სხვა კონსტრუქციას მოითხოვს. ეს ხალხი ბოდავენ სისულელეს. უნდათ ეროვნული და უნდათ ღირსებით. ვითომ ევროპა ელოდება ახლა საქართველოს რომ თავის ევროპა რუსები რომლებიც იხვერწებოდნენ ნატოში შესვლას და ევროკავშირთან სრულ ინტეგრაციას მაგიდაზე არ დააჯინა. ხო, პუტინმა თქვა სხვათაშორისო. ეს ცნობილი ფაქტია. მე მაქვს წაკითხული ამერიკელი გენერლის მოგონებები, როდესაც გახსნეს ელცინის წერილი და იგი ითხოვდა რომ ნატოში გაწევრიანებულიყო ნატოს ვიწრო წრეში, ახლა ძალიან მაღალი თანამდებობები, ახლა ვინც ხსნის წერილს, ხო? შოკირებული იყვნენ. შემდეგ გაცილებით დიდი მცდელობები 2000 წელს და 2001 წელს გააკეთა პუტინმა. ყველაფერს ეცადა, ყველანაირი გზით, მაგრამ ახლოს არ გაიკარეს. და აი მე 2 დღის წინ მოვიტანე კენანის ფანტასტიურად წინვალე ამერიკელი დიპლომატის ესე იგი ის მოგონებები, ის იყო საბჭოთა კავშირის შეკავების დოქტრინის ავტორი, ცნობილი გრძელი ტელეგრამა, რომელიც მან 46 წელს გააგზავნა, ყველაფერი ჩამოაყალიბა, უსაშველოდ ნიჭიერი და ძალიან მაგარი პროფესიონალი, ის პირდაპირ წერს 1998 წელს მაისში, როდესაც სენატმა მხარი დაუჭირა ნატოს გაფართოებას, მან პირდაპირ დაწერა. ეს არის ახალი ცივი ომის დასაწყისი. ეს არის ტრაგიკული შეცდომა და მამადამფუძნებლები ალბათ საფლავში გადაბრუნდებიან. გამიგეთ არა, ამას ვინ ამბობს? ერთ-ერთი გამორჩეული ამერიკელი, ხო? გამორჩეული იყო ის, მართლა გამორჩეული. და ნატოს გაფართოების მომხრეებიო დაიწყებენო ახლა, როდესაც რუსეთს ცუდი რეაქცია ექნებაო, რომ ახო ხედავთ რანაირია რუსებიო. არადა წინამლეში ასე არ არისო, ხო? რუსები, ამერიკელები, ჩინელები, ინდოელები, ქართველები, ხალხია ეს, კულტურებია, თავისი წარმოდგენებია, სად იწყება პრობლემა, როდესაც ვიღაცა ვიღაცის ბოსტონში შევა. ხო, აქ ერთ საინტერესო რამეა, ახლა ეს კონტექსტი, ის დანარჩენი ნიუსები რაც იყო ბატონო დემურ. ერთ-ერთი იყო იმაზე, რომ უკრაინას ფაქტიურად უარი უთხრეს საბოლოოდ, რეალურად ლაპარაკი 30 წელი შენ ნატოში ვერ შეხო, ეს არის უკრაინის ჩემი აზრით, აი ყოველგვარი იმედების ნგრევა. ეს ნაცია თქვათ, ერიხო მარტო ის არ არის, არა, მატერიალური
ნაწილი ამ მე წარმომიდგენია ეს რა საშინელი განცხადება ახლა უკრაინელებისთვის რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი გაიღეს და აღმოჩნდა რომ ეს მსხვერპლი ფუჭს ვერ ვიტყვი ნახეთ აქ არის ერთი ძალიან სერიოზული მომენტი რომელიც ქართველებში კარგად ცნობილი არ არის ეს არ იყო ზელენსკის ხუნტის მოდი ასე ვთქვათ პროვოკაცია ხუშტური ხო ხუშტური იდეოლოგიურად ძალიან ძლიერი 30 წლიანი მომზადება მიმდინარეობდა და ამან განსაკუთრებული მიიღო მასობრივი ხასიათი და პლუს ნატოს ინსტრუქტორები უკვე იმ ცნობილ ჯგუფებს ამზადებდნენ 2014 წლიდან როგორც კი 2022 წლის 24 თებერვალი მოხდა 10,000-ობით მოხალისე იდგა უზარმაზარი რიგები იდგა გამწვევ პუნქტებში, იმიტომ რომ იდეოლოგიამ და თანაც იცით შენ კარგად იცი რომ მასკალებისა და ეს კონფლიქტი არსებობდა. ეს არის სასწაული რაღაცა და იმან რომ მასკალების წინააღმდეგ იბრძოლებენ და დააჯერეს რომ მოსკოვში პარადი იქნებოდა ახლაც რა გამოვიდა იცი ბოლო გამოკითხვა არის დასავლეთ რეგიონებში უკრაინისა 52% უჭერს მხარს ომის გაგრძელებას. წარმოგიდგენთ, აი სულ ერთი კვირის არ არის ეს, სულ ახალ რამეს გეუბნები. აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ 46% უჭერს ომის გაგრძელებას. კოლოსალური ციფრებია. ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს შეიძლება ერი იდეოლოგიურად ისე იქნეს გორებრივად კორეგირებული, გადახრა მოხდეს, დევიაცია მოხდეს, რომ მან თავისი მომავალი არ გათვალოს და ეს მაშინ ხდება, როცა ერთს ღალატობს მისი ინტელექტუალური ნაწილი. იმიტომ რომ ეს განგაში უნდა ატეხოს ინტელექტუალურმა ნაწილმა, მან უნდა იცოდეს თუ რა საფრთხეებია. ტრაგედიის წინაშე დგავართ, აი სული შემძვრელია რაც უკრაინაში ხდება და ამის დასასრული ეხლა როგორც ბოლოს დაიწერა შეერთებული შტატების ერთ-ერთ უპირველეს გამოცემაში ბაიდენმა არ უპასუხა პუტინის ზარს. პუტინი ყველანაირად ესე იგი ნიშნებით მიანიშნებდა და კი იცი განცხადებები რომ პრინციპში ამბობდნენ რომ დიალოგისთვის მზად არიან ხო სწორია ფაქტობრივად ეხლა დღევანდელი ვაშინგტონ პოსტი რომანა აიღოთ აი მე ამოვიღე სტატია და დავდე გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელის რომ ჩვენ დროში აუცილებლად მივალთ ნატოს ინსტრუქტორების ოფიციალური პირი ამბობს, ეს ოფიციალური პირი, ეს ხო ვიღაც არ არის, სამხედრო უპირველესი პირი ამბობს, რომ ჩვენ ნატოს გავაგზავნით იქ. თუმცა გადაცმულები ჯარისკაცები იქნებიან, დიდი ხანია, მთელი რამშტეინის ბაზა მუშაობს, მთელი დაზვერვა კოსმოსური უკრაინაზე, მაგრამ არაფერმა არ უშველა. ვერაფერი ვერ უშველის, მაგრამ ამ გლობალურ მიზნებს ეწირება ერი. 45.6 მილიონი ადამიანი იყო ოპერაციის დაწყების წინ. ამ უზარმაზარ ერთს დღეს სრული კატასტროფა ელოდება. ხო, და ეს როგორ შეიძლება დასრულდეს ყოველ შემთხვევაში? არის ორი ვარიანტი. ხო. არის, ნახე ღია წერენ, ნახეთ ამერიკელები, აგლოსაქსი ხო იცით როგორია? თუ შევატყობთ რომ უკრაინაში რუსები იგებს, მაშინ ვაიძულებთ უკრაინელებს დაუჯდნენ მოსალაბარი. ეხლა ეს ნიშნავს რომ შენ მაშინ რუსებსაც უნდა აკონტროლებდე, ხო როგორ ახლა შენ როცა მოგინდება დაგიჯდება ის, ამიტომ ორი ვარიანტს განვიხილავ მე. 300 წელია, 30 წელს თუ მოვაცილებთ იმ სტალინის პერიოდს, როდესაც რუსეთი იყო დასავლეთის სრული ყმა. ის რომანოვებიც ევროპული ფრანგულად ლაპარაკობდა რუსული ინტელიგენცია. არავითარი რუსებთან კავშირი არაფერი არ ქონიათ მათ. იყო თვალი, რუსეთს ხო იცით, ამბიცია ბიძაშვილებიც ერთმანეთს ეომებოდნენ, იმიტომ რომ ამბიციის ამბები იყო, ხო? 300 წლიანი ყმა
საბჭოთა კავშირში ჩვენ რაც მოვესწარით, ყმეები ეს გორბაჩოვი, შევარდნაძე ესენი მაკდონალდსის რეკლამაზე და იმაზე იყვნენ, იმიტომ რომ პროვინციელი ხეპრეები იყვნენ და არა პოლიტიკოსები და რა მივიღეთ ჩვენ მივიღეთ ის რომ ჩვენ დავდექით ამ რეალობის წინაშე. გვაქვს ცოცხალი მაგალითი უკრაინისა. ჩვენ გაცილებით უფრო ძლიერი ხართ. რეფლექსია ხდება ამის, აი მე უცბატყოფ არავინ არ იძახის. რეფლექსია ხელისუფლების დონეზე არ ხდება, მე ვთქვი თავის დროზე რომ ერთადერთი რისი იმედით შეიძლება ხელისუფლების აქონდეს საკუთარი ტყავის გადასარჩენად რაიმეს თუ გააკეთებს. ეს პოლიტიკური აზროვნება არ არის. მე ვერცერთი ინტერვიუ, ვერცერთი ბრიფინგი, ვერცერთი პრესკონფერენცია ვერ ვნახე, რომ პოლიტიკური ლექსიკის გამოყენებით სიტუაცია ფასდებოდეს. ეს არ არის ყოფითი დონიდან დანახული დასანახი მოვლენები. აი ვიღაცა წერს რომ აი ახლა მე როცა ვთქვი რომ ეს რომ ვერ შევა, მტერი ხარ დაწერეს, ხო იცით რომ რა ეს ამ მტერი და ესე იგი ჩემნაირი მტერი არ მოუშავდა. თქვენზე? ხო. ამ ქვეყანას, მაგრამ კიდე გეუბნებით, მე საჯარო პირი ვარ, მე ვიცი რას ვაკეთებ, მივდივარ ამ დაპირისპირებაზე და მზათა ვარ რომ ლანძღონ, იმიტომ რომ ეს ლანძღო ჩემთვის არ არის. ეს არის როგორმე გავარღვიოთ იქნებ, ის არ მოხდეს. მე მახსოვს ჩემს მეგობარს, მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს უკრაინაში, მე ჩემი საქმიანობით ყველაზე უძლიერეს ადგილებზე ვარ ნამყოფი უკრაინაში, ფანტასტიკურ, მათ შორის კაბე იუჟნიშიც, რომელიც საოცარი რამე იყო და იქ ინსტიტუტი. ხო, ეს რაკეტებს ვაკეთებ. კიდე გეუბნებით. და ერთი ძალიან კარგმა უკრაინელმა მოწორა, რომ ჩვენ წავაგეთ და იქნებ თქვენ არ დაუშვათ ეს შეცდომა. აი ეს ჟურნალისტის ის როა სტატია ახლა ეს. ეს არის მე გეუბნებით ეს სულ 2 წლის ამბავს, როდესაც აი ახლა ჩვენ გამოვასწრებთ. ძალიან მაგარი გულიანი უკრაინელებს მე ვცხოვრობდი ბოლო 6 თვე და უკრაინელის ბუნება შესანიშნავად ვიცი. ხო რაც არის ჩვენ წავაგეთ. ჩვენ არ უნდა წავაგოთ. ეს არის ფანტასტიკური ქვეყანა, კიდე გეუბნებით. ამ სანქციებზე და ამ შეიგდეთ საკუთარი ძალა. რანაირი ქვეყანა გვაქვს. ვერ უვლით ჩვენი ბრალია. ეს არ არის მასონების ბრალი, ქართველების ბრალია. მაგრამ უნდა გავარღვიოთ, იმიტომ არსებობს საღი ეს უნდა გავარღვიოთ. რას მივიღებთ ჩვენ ამის სანაცვლოდ, ტყვიას შუბში თუ სხვა რამეს, ეს არის მეათეხარისხოვანი. იმიტომ რომ ამ ქვეყანას ყველაფერი გააჩნია იმისთვის, რომ ძალიან ღონიერი ქვეყანა იყოს. ახლა არჩევანი ჩვენზეა. ხო ხედავთ, უზარმაზარი ქვეყანა დაიმცირა თავი შენ წინაშე. რას არ მოვიდგენდი ამას, რომ შეერთებული შტატები ისტორიამდე მივიდოდნენ. ვისთან? არ შემდგარ სახელმწიფოსთან. მონგრეულ სახელმწიფოსთან. სასაცილო პოლიტიკოსებით, სასაცილო პრეზიდენტი კიდე გეუბნებით, ევროპა ეს ძლევამოსილებიდან არაფერი არ შემორჩა. კლასიკული ევროპიდან არაფერი არ არის. ევროპაში ერთადერთი მიჩუმებული კონსერვატორებია, რომლებიც მალე გაიღვიძებენ, ხო? რა ამბავი ატეხეს? ვის მიმართ აკეთებენ? ვის ემუქრებიან? საცოდო პატარა უსუსურ ქვეყანას კიდე გეუბნებით. დამარცხებულები არიან. აი გეუბნებით წმინდა პოლიტიკური შეფასებით და წმინდა აი რო იტყვიან საღი შეფასებით. დასავლეთი და შეერთებული შტატები საქართველოს წინაშე დამარცხდნენ. რაც მათ დაუშვეს ამ იდიოტიზმის გამო, რომელსაც ქვია სიაფანტი კანონი, რომელიც მათ არაფერს არ ზღუდავდა. აბსოლუტურად. არანაირად არ ზღუდავდა, მაგრამ ეს ყველაფერი იყო. ახლა აქედან დასკვნა რა პროცესების თბილისში მიდის, თავიდან ბოლომდე არის გარკვეული პროცესების შენიღვა და ამაზე ვისაუბრეთ დღეს. ხო, მართლა. ის რომ საქართველოს პრეზიდენტი არის ბიძინა ივანიშვილის მტერი და ძირს უთხრით მას და საქართველოს მიყავს დიადი ევროპისკენ. და ბიზნეს მიყავს რუსეთში, ჩელაბინსკის. ეს უკვე ბიზნეს რო რუსეთში მიყავს საქართველოს,
ესე იგი, ეს არის ბოლომდე დაშტერებული ხალხის, ესე იგი, ნარატივები, რომელიც ჩაუნერგეს მას, ახლა არ გვინდა თქმა, ბიძინა რას აკეთებს სინამდვილეში, ხო, სწორია? ყველაფერი იცის, ხო? რა თქმა უნდა, ბიძინა არის ლობი, გარკვეული ლობი ყავს, მაგრამ ეს რუსები არ არიან. თავისთავად ცხადია, ხო? ეს სხვა თემაა, სხვა დროს ვისაუბროთ. ესე იგი, რა გამოდის? და რატომ არ უნდა მოვერიდოთ ჩვენ არაფერს? რა უნდა კიდე გეუბნებით, მზათა ვარ მივიდე 50,000 კაცთან, 150,000-თან და დავილაპარაკოთ თუ ეს ქვეყანა უღირთ. მე ვარ უფროსი თაობის კაცი, რომელმაც გავიარე ფანტასტიკური გზა, მოხდა ასე, კომპლექსურად, სულ სხვადასხვა სფეროებში. მოვედი აქამდე, მინდა ჩემი ქვეყანა, მინდა ახალგაზრდები, განათლება, მეცნიერება, ამაშია საქართველოს მომავალი და ჩემი ახალგაზრდები დგანან იქ და არა რუსულ კანონს ვიძახიან. ბიჭებო, გოგონებო. იყენებენ და გათხოვებენ. დღეში ხათ არც იცით რა ხდება, არ იცით რაც ხდება. თქვენ კულისებში შეგახედოთ, ახლა შეიძლება რა გააკეთოთ არ ვიცი, ვერ შეგახედებთ აქ, მაგრამ მე ვიყავი ამ კულისებში და ახლა მოგმართავთ თქვენ. არა ხართ თქვენ და მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა თქვენი ასაკის ხალხი პოლიტიკაში ერკვეოდეს. არ არსებობს ასეთი ახალგაზრდა სხვა მიზნები აქვს, სხვა საფეხურია, ხვალისთვის ამზადებს თავის თავს და თქვენი დრო რომ მოვა ეს ქვეყანა უნდა მართოთ. არ არსებობს ახალგაზრდები, რომლებიც გეოპოლიტიკაში ერკვეოდეს ღრმად. ესე იგი მოტყუებული ხართ, ან პროვოკატორები ხართ, თქვიეს არის აბონარიდები ჩემი გამოსვლიდან დევს ინტერნეტში, კიდე გეუბნებით, მე არ ვფიქრობ, რომ უდიდესი ნაწილი მოტყუებული არ იცით რა ხდება. რა რუსეთი, რის რუსეთი, სადა რუსეთი არის შენი მეზობელი. გიყვარს, არ გიყვარს, რა მნიშვნელობა კაცო? რა მნიშვნელობა აქვს? შენ ხომ უნდა იცხოვრო სამხრეთ კავკასიაში, თუ მივდივარ სხვაგან. ნამდვილად. კი, მაგრამ რუსეთი რატომ გააქვს? კითხავსა, რატომ გააქვს რუსეთთან ნომერ პირველი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა? იგია შენი ყველაზე დიდი პარტნიორი და ის სუსულელე ხელშეკრულება გაქვს, არაფერი. აი სუფთა სიაბანდი ხელშეკრულება ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, რატომ არ არის ევროკავშირი საქართველოს პირველი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორი? სად არის ევროპული ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში? სად არის ინვესტიციები სიგლახეში, სიდამპლეში, ხო სწორია? იმ არასამთავრობოებში, იმ პარტიებში, იმ სიგლახეში, განათლების სისტემაში და ასე შემდეგ. მოვერევით ამას, გვექნება არ მოვერევით? სულ ცოტა ხანში ხაზს უსვამ გაეროს განსახლების კომიტეტმა 2050 წელი საქართველოს ყდომის დასაწყისი გადმოიტანა 2032 წლისათვის. ხო, ეს ამძიმე ამბავი. ახლა ძიმეზე კი არ არის, ეს არის დასასრული. ამაზე ლაპარაკობს ხელისუფლებაში ვინმე ჩემი პრეზიდენტი, რაც ლაპარაკობს რუსულ მონობას არაო, ხო? ამას რა ქვია, იცი? ჩემ თაობაში ქუთაისელი საქმიანი ბიჭები, ხო იცით იქ? კრიმინალები ესენი მოსკოვში ცხადია 70-იან წლებს გეუბნებით და ფულის პაკეტებს აკეთებდნენ აქეთ-იქეთ. ხო. კუკლები, ხო და კიდე რა, ესე იგი სასტუმრო რაციაში ნოხი მიყიდეს უზბეკს. ეს ცნობილი ამბავია. ამას ქუთაისურ ენაზე ქვია აჯო. აი, ჩვენი პრეზიდენტი, ჩვენი ხელისუფლება ქართველებს დღეს უკეთებს აჯოს. კარგი ბატონო დემო, დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ და ლევან, დიდი მადლობა გადაცემისთვის და მაყურებელსაც დავემშვიდობოთ, ხო? უღრმესი მადლობა ბატონო დემო, მოგზაურობისთვის იმედი მაქვს, რომ მალე გიხილავთ კიდევ ჩვენთან სტუმრად და მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა.